ის არის რაღაცა ამ ბოლო პერიოდში კი არა, ეხლა 1-2 დღე არის ამბავი არის Facebook-ზე, რომ ვიღაცები ზოგი ქვეყნიდან მიდის და რეპრესიები იზრდება. ფაქტია და რაღაცნაირად ნერვიულობს ხალხი და ეგეც ნორმალური არის და ვფიქრობ, რომ პირველი რაც უნდა შეერთმანეთში ვახდეთ არის ის, რომ ყველაფერი ნორმალური არის აბსოლუტურად რა. ანუ ნებისმიერი ადამიანური რეაქცია არის ნორმალური, სწორი, ეგრე რეაგირებს ხალხი. ანუ ყველა რეაქცია ნორმალური არის, დაწყებული, რავი, თავზე ხელაღებული აგერ ხალხი იმას სუსის აგენტებს იქით დაძდევს და ზოგი არჩევს, რომ ცოტა ხანი გაჩერდეს და არაფერი არ გააკეთოს. ხო და მოკლედ ყველაფერი ადამიანური არის, მისაღები აბსოლუტურად და გაკიცხვა საერთოდ სიგიჟე მგონია, მაგრამ მნიშვნელოვანი რა არის რაღაცნაირად ეს პროცესიც ისე დავინახოთ, რომ დამდგარი სიტუაცია კი არ არის, რომ აი ჩვენ ახლა ვართ ყველანი რაღაცა როგორც ჯარი დადგება რა ერთმანეთის პირისპირ და ახლა ვიბრძვით და აქ კავალერია ყავს და იქით მშვილდოსნები და ასე შემდეგ, არამედ არის პროცესი, რომელშიც ეს კავალერია და მშვილდოსნები და ვიღაცები უნდა აღმოაჩინოთ რა. ხო და ცოტა ესე შევხედავდი რა სინამდვილეში საკითხს, რომ როგორც აი ევოლუცია რა, წარმოვიდგინოთ ევოლუცია, რაღაც ხეები, მცენარეები, რაც უყურებთ, ყველაფერი ეს არის რაღაცა ამ გადარჩევის შედეგად მიღებული არსებები, ხო? ანუ რაღაცა ეს ყვავილი რო ახლა გვერდზე მიდევს, ეგ იმიტომ არის, რომ ამ რაღაც გარემო რო შეიცვალა, ბევრი სხვა ყვავილი, რომელიც კონკურენციას უწევდა ამ კონკრეტულ ყვავილს რაღაცა რესურსებში, ის ყვავილები გადაშენდნენ, ვერ აღმოჩნდნენ საკმარისად თავსებადები ახალ გარემოსთან და ეს ყვავილი გადარჩა. უბრალოდ და ყველაფერი მასე არის რა, ანუ ცხოველები, რომელსაც ჩვენ უყურებთ, ადამიანი მათ შორის როგორც სახეობა და ყველა დანარჩენი, გარემოსთან, გარემო პირობების ცვლასთან ერთად ნელ-ნელა გამოვლინდა და გადარჩა რა. ხო და პროტესტიც ეგრე მგონია და ესე უნდა შევხედოთ რა. პროტესტი რო დაიწყო, ზოგადად ადამიანებს რაღაც პრინციპები რო გვაქვს, ყველანი იმთავითვე თანახმანი ვართ, რომ ამ პრინციპებისთვის დავიცავთ, ხო, ყველას ერთ-ეგივე პრინციპში სკოლა გვაქვს დამთავრებული, სადაც საქართველოს ისტორიას გვასწავლიდნენ, რომ ეს არის მებრძოლი ხალხის ისტორია და ქვეყნისთვის თავი უნდა გაწირო და რა ვიცი, აგერეთ ციხეში იჯდა მერაბ კოსტავა და ისინი კაკუცა ჩოლოყვაშვილი, ხო და ანუ ყველა წინააღმდეგობის ყველა სახეობისთვის ყავს გმირი, ხო? თქვათ მშვიდობიანი, რა ვიცი, ილია ჭავჭავაძე გმირი, რომელმაც მთელი თავის ცხოვრების განმავლობაში განმანათლებლობას მიუძღვნა თავი და ამით სცადა, რომ ეს რაღაცა ფუნდამენტი ჩაეყარა ქართული ცნობიერებისთვის. ყავს კაკუცა ჩოლოყვაშვილი, მებრძოლი გმირი, რომელმაც რა ვიცი, აჯანყებას და საკნა ორგანიზება ითავა და მერე იბრძოლა თქვათ ბოლშევიკების წინააღმდეგ. ყავს კოსტავა, რომელიც უკვე რაღაცა სიტუაციაში, როცა დიდი იმედები არ არსებობდა, გადაწყვიტა, რომ ჩაჯდებოდა ციხეში და შეეწინააღმდეგებოდა რეჟიმს. და შემდეგ, ხო და სინამდვილეში ეს გვინეები სხვადასხვა დროს ცხოვრობდნენ და რამდენად მრავალნი იყვნენ, ეგეც საკითხავია, ხო? შესაბამისად, ვფიქრობ, რომ ეხლა რა პროცესშიც ვართ, ბევრად უფრო კარგი სასტარტო პირობა გვაქვს ყველა დანარჩენ გმირთან შედარებით რა. ანუ, რა ვიცი, გადახედეთ ერთმანეთს, გადახედეთ რამდენი ადამიანი არის, რომელიც სხვადასხვა ფორმით იბრძვის. 50 ადამიანი არის ხა ციხეში, რომელგანაც არც ერთი არ აპირებს დანებებას და ისეთი სულისკვეთებას ასხივებენ, რომ შეგშურდება ხო ადამიანს და ცალსახად ეს ბრძოლის უნარიანობა მათში ჩანს. გარეთ ქუჩაში 100 დღეა ხალხი ქუჩაში დგას და არ აპირებს დაღლას. ჯარიმებს იღებენ და ამბობენ, რომ უფრო და უფრო ბრაზდება ხალხი, ხო? მაგრამ, არ უნდა ვიფიქროთ, რომ მუდმივი არის რა, ან ჩვენი ეს მოცემულობა, ან მთავრობის ეს მოცემულობა, სულ რაღაცები იცვლება. ხო და სინამდვილეში ეხლა გადარჩევის პროცესი არის. ამ პროცესიდან ჩვენ მივიღეთ რა, მაგალითად ეხლა ორმა ჯგუფმა, რომელიც ადრე თავისთვის რაღაც სხვადასხვა იმაში სფეროში მოღვაწეობდა, გადაწყვიტა, რომ პარტია გაეკეთებინა. ეხლა გვაქვს თავისუფლების მოედანი, რომელიც გუშინ პარტიად ჩამოყალიბდა და გვაქვს სოციალ-დემოკრატიული მოძრაობა, ხო, რომელიც პარტიად ცდილობს ჩამოყალიბდეს, მთავრობა ხელს უშლის ამაში. ანუ, რა ვიცი, 3 თვის წინ ორი პარტიით ნაკლები ქონდა. ეხლა ორი პარტია გვაქვს. პარტიაში წასვლა მარტივი გადაწყვეტილება არა პარტიის შექმნა, ხო? რა ვიცი, თავისინებით ისედაც პოლიტიკაში
რავი თუ საქმე გიყვარს შენი, დიდად არ უნდა გინდოდეს, ხო, ყოველ შემთხვევაში ესე იყო ყოველთვის. მაგრამ რაღაცა შენ საქმის პროფესიონალი რო ხარ, რაღაცამ შეიძლება გიბიძოს, რომ პოლიტიკაში წახვიდე. ხო და იქნა, ხო, ორმა დიდმა ჯგუფმა, მემარცხენეებმა და აგერ თავისუფლების მოედნმა, ხალხი რომელიც ადრე არ იყო პოლიტიკაში, თქვა რომ ხო, ნუ ეხლა დადგა ეგ დრო და პოლიტიკაში უნდა წავიდე. იგივეს აკეთებს ყველა მოქალაქე დღეს თავისთვის რა, ანუ ის ვინც თქვა აქამდე პლაკატი არასდროს არ ჭერია პოსტერი ხელში, დღეს პოსტერი დადის ქუჩაში ვიღაცამ თავის სხვა იმაში იპოვა, ხო? და რაღაცნაირად ეს უნდა გავიაზროთ, რომ მაგალითად პოლიტიკაში წასვლა შეიძლება ლამაზად გამოიყურებდეს, მაგრამ რთული პროცესი არის რა, მაგალითად პოლიტიკაში რომ მიდიხარ, უნდა მე რაღაცნაირად ამ დინარაძესავით და სხვებივით და კანონები რო არ აწესო გინებასთან დაკავშირებით, უნდა გაცნობიერებული გქონდეს, რომ 3 მილიონი ადამიანის ცხოვრებას გადაწყვეტილებს რო იღებს, მინიმუმ არ უნდა გწყინდეს, როცა გაგინებენ. ანუ ეგ ის უნდა გქონდეს, მაგრამ ამას როგორ მიხვდები, როგორც კი 500 კაცის ბედს რაღაცა კანონს მიიღებ, ან დადგენილებას მიიღებ და ის 500-დან 30 გაგინებს, რო გეწყინება, ესე იგი პოლიტიკა შენი საქმე არ ყოფილა, ხო? ესე იფილტრება დასავლური პოლიტიკა. ანუ ბავშვი რაღაცა ჯერ კიდე კოლეჯის ასაკის ბავშვი რა ადამიანი იწყებს ჯერ სტაჟიორად, მე ერთ-ერთ აქციაზე იქნება, იქ დაუძახებენ რაღაც სულ სიტყვებს, მე მივა სახში და იტყვის რომ მიღირს და მე დაფიქრდება რომ კი მიღირს რა, ეგ არის, ან ვიღაც დაფიქრდება რომ არა, დღეს ძალიან მეწყინა და მოდი აღარ წავალ პოლიტიკაში. ესე იფილტრება და ესე დგებიან პოლიტიკოსები. იგივე ეხება სამოქალაქო საზოგადოებას რა. 3 თვის წინ ეს ბრძოლა დაიწყო, ყველამ თქვა რომ აი მე ვიცი ახლა ავდგები და რა ვიცი ქუჩაში ვიდგები 100 დღე და უცებ რაღაცა მე-60 დღეს ვიღაცამ თქვა რომ აი წელი ამტკივდა რა და თურმე ქუჩაში თურმე ჩემი არ ყოფილა. ოკეი რა, მაგრამ დანარჩენი რამდენიმე 1000 ადამიანი სხვა აღმოჩნდა ეგ გადამწყვეტი და დარჩა ის ხალხი დადგა. დაიჭირეს 20 კაც პირობითად ამ 20-დან 20-ვე ან 1000-ვე თუ 10000 რამდენიც ქუჩაში იყო, ამბობდა რომ დამიჭირეთ. დაიჭირეს 20 კაცი, 20-დან შეიძლება 3-4 თქვას, რომ ხო, მე ციხე სხვა რაღაცა მეგონა და ამას მე ვერ ავიტან. და როგორ გაიგებ ციხეს აიტან თუ არა, სანამ ციხეში არ მოხვდები, ხო, ვერასდროს ვერ გაიგებ ამას რა და. ამიტომ რაღაცნაირად ისე თავისთავად რო უყურებთ, რომ ყველა მერაბ კოსტავაა და ყველა ვიღაცა არის ქაქუცა შოლოყაშვილი, ესე არ არის რა. ხო და ამიტომ ეხა ამ პროცესში ჩვენ ერთმანეთსაც ვიცნობთ, საკუთარ თავსაც ვიცნობთ რა, ვის რისი გაკეთების საშუალება გვაქვს. შესაბამისად, გასაკვირი კი არ არის, რომ ვიღაცამ ამ პროცესის, ანუ რაღაცა 18 წლის ბიჭი იქნება თუ 40 წლის კაცი, მნიშვნელობა არ აქვს რა. ვიღაცა უცებ შეიძლება დაფიქრდეს, რომ აი წინააღმდეგობის ეს ფორმა მისთვის არ არის აბსოლუტურად არც უღირს რა საკუთარი სიცოცხლე და შეიძლება გუშინ წინ სხვანაირად ფიქრობდა, მაგრამ ეხლა რაც გამოიარა ისაც მას დახვდა, აღმოაჩინა რომ არ ყოფილა მისი. ჩვენ არანაირი უფლება არ გვაქვს, რომ ამას თქვა თუ არა, მიდი გააგრძელე ეხლა ის რაც შენ თავთან დისკომფორტი ისაქენი, რა ქვია, განიცადე, გააგრძელე ეხლა ბოლომდე მაგ დისკომფორტში ცხოვრება, იმიტომ რომ ჩვენ ესე გვინდა რა, ამას ვერ ვიზამ. სამაგიეროდ რაც ზუსტად ვიცით არის ის, რომ ყველა ვინც რჩება არის ის უფრო გამოწვრთობილი და უფრო თანახმა ამ რეპრესიებს. შესაბამისად უფრო მტკიცეც. და ეს პროცესი კარგია რა სინამდვილეში რა, იმიტომ რომ უფრო გამოაჩენს ვინ რაზე არის წამსვლელი, ვის რა უღირს, ვინ რა ფსონს შევიდა ამ ბრძოლაში, ხო, მთავრობასთან, რომელიც ნუ ეგრეთ წოდებულ მთავრობასთან და შესაბამისად მთავრობისთვისაც ისე ეგრეთ წოდებული რეჟიმისთვის უკვე ის ხდება, ხო, უფრო და უფრო მეტი ადამიანი რჩება, რომელსაც ვერაფერს ვერ უშვება. ამიტომ ყოველ ჯერზე, როდესაც ვიღაც ადამიანი ან დროებით პაუზას აიღებს, ან რა ვიცი, ცოტა ხანი ქუჩაში არ გამოვა ერთი დღე, ან რაღაც არ გააკეთებს, აქეთ ის კი არ უნდა იყოს პანიკა, რომ რაღაცა რიგები ჩამოგვირღვათ რაღაც. პირიქით უნდა იყოს, რომ ჩვენ უფრო გავძლიერდით იმ ბირთვში, რომელიც ჯერ კიდევ ქუჩაში დგას. და ბუნებრივი პროცესი არის. კიდე ერთი რაც არის ნიუანსი არის ის, რომ ზოგადად მოგებები წაგებების გარშე არ არსებობს რა და ეგეც ჩვენც კარგად უნდა ვიცოდეთ, რა ვიცი, ნაწარმოები არ არსებობს, ფილმი არ არსებობს, სადაც ადამიანი პირდაპირ ეგრევე იგებს. ეგეთი ფილმები ზღაპრები, ანუ არაფერი არ არსებობს ეგეთი რა. ის რომ შენ შეიძლება ხანდახან უკან ნაბიჯის გადაგმა მოგიწიოს, ეგეც ნორმალური არის. კი, შეიძლება მოგიწიოს ნაბიჯის გადადგმა უკან და შეიძლება ეს ნაბიჯი იყოს შიშისგან გამოწვეული, შეიძლება დისკომფორტისგან, შეიძლება სხვაზე ზრუნვისგან, რა ვიცი, 1000 რაღაცა ჯანმრთელობის მდგომარეობისგან. მაგრამ ნორმალური არის ნაბიჯის უკან გადადგმა, იმიტომ რომ არავინ არ იცით ხვალ რა მოხდება რა. ამ დღეს შეიძლება ჩვენ ვიღაც გავაკრიტიკოთ, რომ აი დღეს ქუჩაში არ გამოვიდა, მაგრამ ის აღმოჩნდეს
აი ის ვინც დღეს თქვა რომ ცოტა ხანი დავიღალე თუ აზრს ვერ ხედავ, შეიძლება ხვალ პირველ მოკიდოს დროშას ხელი და ისეთი რამე გააკეთოს, რომ ყველა დანარჩენი ვინც გულზე ხელს იცემდა, მაგაზე უფრო გაბედული აღმოჩნდეს და ეგრეც არის ხოლმე რა. ხო და ამიტომ ესე რომ აი რაღაცა აწყოთი რომ ვზომავთ, რომ აი დღეს რა მოხდა და აი დღეს ვიღაცა სადღაც წავიდა და დღეს ვიღაცა სადღაც აღარ გამოვიდა, მაგას ჯობია რომ უფრო დიდ სურათში უყუროთ პროცესს და რაც რჩება, იმაზე გავაკეთოთ მეტი კონცენტრაცია და იმაზე ვიფიქროთ, აი ვინც რჩებით, ხო, ამ პროცესში და არ არის ცოტა ადამიანზე საუბარი, რამდენიმე 1000 ადამიანზე არის საუბარი, რომელიც ვერაფერი ვერ უქნა ჯეჯირობით სისტემამ, ხო? ხო და იმაზე უნდა ვიმსჯელოთ, როგორ გავაძლიეროთ ერთმანეთი ამაში, ხო? მაგალითად, ვიცით რომ ხვალ სტუდენტებს ბევრად უფრო მეტი მხარდაჭერა დაჭირდებათ, იმიტომ რომ დღეს თეატრალურშიაც გააკეთა მთავრობამ რეჟიმმა, ეს აუცილებლად სხვა სასწავლებლების სტუდენტებისთვისაც იქნება სიგნალი, ხო? მანდაც უნდა გავარკვიოთ, ხო? რაღაცნაირად ცოტა მეტი თანადგომა რო ქონოდათ სტუდენტებს ამ ხნის განმავლობაში, უფრო ყარად ხო არ იქნებოდნენ, ხო? ან თქვათ ცოტა მეტი რომ აგვეხსნა ის რისკები, რომელიც შეიძლებოდა წამოსულიყო რეჟიმის მხრიდან, უფრო მზად ხო არ დახვდებოდნენ ამ რეპრესიასაც დღეს ჩაატარეს, ხო? დირექციასთან როგორ შუა გომლობთ, ხო? იმიტომ რომ აქ არის ხალხი თეატრის სფეროში ჩართული, რომელსაც ბევრად უფრო მეტი გამოცდილება გაქვს. ამ დირექციის ხალხს იცნობენ, მართვას იცნობენ თეატრალურის და უფრო შეუძლიათ, რა ვიცი, სტუდენტების დაცვა, ხო? ან რაღაცა შუამდგომლობა მათთან და რას ვაკეთებთ სხვა სასწავლებლებთან მიმართებაში, სადაც ხვალზე გიგივე განმეორდება, ხო? ანუ ფრონტები იშლება სინამდვილეში, ჩვენ როცა ვამბობთ, რომ აი დგომით არაფერი არ ხდება, დგომით არაფერი არ ხდებოდეს, დღეს ეს რამეს არ გააკეთებდნენ, ხო? ანუ პროტესტი რახან არ ნელდება, უფრო და უფრო რეპრესიული ხდება რეჟიმი და აი ამისთვის უნდა ვიყოთ ნელ-ნელა უფრო და უფრო მზად. და ეს მზადყოფნა გულისხმობს ყოველდღიურ პირიქით რაღაცნაირ სიმტკიცეს რა და ეს ილუზორული სიმტკიცე არა, იმას არ ვამბობ, რაღაცა იმაში უნდა ვიყოთ, რა ქვია, ილუზიებში დავფრინავდეთ და ვიძახოთ, რომ ეს ყველაფერი იდეალურად არის, მაგრამ ბუნებრივად რომ არის, აი ამაზე მაინც უნდა შევტანხმდეთ, რომ ყველაფერი რაც ხდება, არის ბუნებრივი ამ პროცესისთვის. ოღონდ ეს ბუნებრიობა ანიშნავს, რომ ბუნებრივად განაპროტესტის განადგურებისკენ მიდის ყველაფერი, მე პირიქით გონია, ბუნებრივად პროტესტის გამოწვევისკენ მიდის ყველაფერი, ამ პროტესტში მთელს რუსეთში რამდენიმე 100 მილიონი თუ 170 მილიონიანში ერთი ნავალნი დაიბადა, როგორც პოლიტიკური ლიდერი და ჩვენ დღეს ხედავთ რუსთაველზე, რა ვიცი, ასობით გამორჩეულ ადამიანს, რომელმაც უკვე ამ 3 თვის განმავლობაში და 100 დღის განმავლობაში აბსოლუტურად საკუთარი თავი შექმნა, როგორც სამოქალაქო მოძრაობის ლიდერი, ხო? ხო და არ არის ეს ცუდი პროცესი, კარგია. ყველაფრის ცოდნა ყველას არ გვევალებოდა, ყველა სიტუაციაში როგორ მოვიქცეოდით, ესეც არ ვიცით, რა ვიცი, იარაღი რო დაგიმიზნოს ვიღაცამ, როგორ მოქმედებ არ იცი და ვიღაცა ესე რეაგირებს, ვიღაც ისე რეაგირებს, ხო? ამიტომ არც დამუნათება, არც ტყუილი იმედები, წარმატება უსურვოთ ერთმანეთს ამ პროცესში. მუდმივად და გამამხნევოთ რა, ანუ გამხნევების იქით არაფერი არ არსებობს რა. ხო და არ გვაქვს უფლება რომ ეს არ ვაკეთოთ რა. იმიტომ რომ საბოლოო ჯამში პირდაპირ უფრო დიდი მსხვერპლი გვაქვს გაღებული, ადამიანებს ან უნდა გავიწყდებათ რომ ფიზიკური ტრამვები აქვთ ისეთი რომელიც მთელი ცხოვრება გაყვება, გადავრჩით რომ ჩვენ არ ვართ ეგ ადამიანები და გადავრჩით რომ ჩვენ არ ვართ ადამიანები რომლებიც წინარიგებში იყვნენ და უბრალოდ ხელი დასტაცეს სათითაოდ და ზოგი აქციიდან ზოგი მერე დაიჭირეს, ხო და დღეს ციხეში შედან. ამიტომ არა გვაქვს რა ეს ფასი ტყუილა გადა, როგორც საქართველოს არა აქვს ტყუილა აუს 30 წელი და კიდევ უფრო მეტი რუსეთთან წინააღმდეგობის ფასი გადახდილი, იმისთვის რომ ეხა რა ქვია რეჟიმის წევრების ქონება იყოს კარგად. ისე არა გვაქვს ჩვენ აქციის მონაწილეებს ეს ფასი გადახდილი, იმისთვის რომ ეხა რაღაც 1-2 შემთხვევის გამო დავიწყოთ ყვირილი რომ ესა ყველაფერი დასრულდა. პირიქით ვაგრძელებთ ისე ომახიანად. ყოველ დღე რაღაცა კარგი ხდება ჩვენს თავს და ცუდი ხდება რეჟიმის თავს, იმიტომ რომ გაითვალისწინეთ, რომ ყოველ დღე არის რეჟიმის არაღიარების, აი მინიმუმ რეჟიმი არ უღიარებია არავის. გარდა რამდენიმე სახელმწიფოს, სადაც დიდად არჩევნებს ისედაც პატივს არცემენ ხოლმე. ამიტომ ხო რა, მათ უფრო მეტი აქვს სანერველო ვიდრე ჩვენ. უბრალოდ მათაც ბევრი აქვს სანერველო, მოდი ესე ვთქვათ. ანუ ნუ იფიქრებთ, რომ ახლა სანამ ჩვენ აქ რაღაცებს განვიცდით, ისინი დალხენილები არიან, ხო? ეს არის და ეს, ამის თქმა მინდოდა, ამიტომ
ფოკუსირდეთ მხოლოდ იმაზე. ხო, რაღაცა ყოველდღიურ სტოიკურ რჩევებსაც იმას ვიზამ ხოლმე. ერთ-ერთი ეგეთი ამბავი არის, რომ ეპიქტეტოსი, სტოიკოს ფილოსოფოსი ამბობს, რომ როდესაც არსებობს რაღაცა საგანი, რომელსაც აქვს ორი სახელური და ერთი სახელურით ამ საგნის თრევა შეიძლება, აზიდვა, ხო? გადატანა და მეორე სახელურით არ შეიძლება რა, ვერ ატარებ. გიჟი ხარ თუ ცდილობ, რომ მანდამაინც იმ სახელურით ცადო ამ რაღაცის ზიდვა, რომლითაც ვერ ატარებ რა. და ეს მაგალითი მოყავთ ხოლმე, რომ თქვათ, აი, რაღაც შენ ძმას ცუდი ხასიათი აქვს, მაგრამ კარგი ხასიათიც აქვს, ან რაღაცას ცუდს აკეთებს, რაღაც კარგს. ან გიჟი ხარ თუ გინდა რომ მანდამაინც იმ კუთხით მიუდგე შენ ძმას, სადაც ცუდი ხასიათი აქვს და მე სულ ამაზე კონცენტრირდე, იმიტომ რომ წინ ვერ წაიწერ რა. უნდა კონცენტრირდე იმაზე, რომ ეს არის ჩემი ძმა და რავი ძალიან მაგრამ მიყვარს და მაგ კუთხით ცადე ამ ადამიანთან ურთიერთობა, რომ ძმა არის და არა იმიტომ რომ პირობითად რა ვიცი მე რაღაც პოლის ნაცისებს გესვრის ხოლმე ჭამის დროს. ხო და რაღაცა ჩვენც ესე უნდა ვქნათ რა, რომ ნებისმიერ მოვლენა რაც არის ახლა რაც ჩვენ გარშემო მოხდება, შეგვიძლია წარმოვიდგინოთ რომ არის აუტანელი მხარე, თუ ეგრე აღწერ, დამთავრებულია ცხოვრება, მაგრამ შეგიძლია სხვანაირად აღწერო და ეგრეც აღიწერება რა, იმიტომ რომ არ არის აბსოლუტურად ობიექტური ერთ-ეგივე მოვლენის სხვადასხვა ისე ხო, ერთი აღწერით არ აღიწერებ. ხო და ყოველ საღამოს არ თუ შეაჯამებთ ხოლმე მეგობრებთან, ისე შეაჯამეთ, რომ წყნარ დაგეძინოთ და ნუ შეაჯამებთ ისე, რომ ძალიან ცუდად დაგეძინოთ, ხო? იმიტომ რომ სინამდვილეში ხო რა ვიცი, აზრი არა აქვს რა მაგას რა. წინ ვერ წავალთ და ჩვენ კიდე წინ წასვლა გვინდა. ამიტომ ცოტა უფრო სტოიკურად, ცოტა უფრო გაბედულად ყველაფერი კარგად იქნება რა. ესე მგონია მე. მადლობა ყურადღებისთვის.